გეუბნებიან გზების დეპარტამენტში რომ ახალი ასფალტის საფარი უნდა დავაგოთ. ეს იქნება უბედურება კიდე ახალად თობის კეთება. ქალაქიდან მოდის განათლებები ხელვეჭავი ახლა ბოლომდე ეხლა შენდება, მაგრამ ეს მდება ძალიან ძნელია. ახლა მანქანით შუქით რომ მიდიხარ, ლიზნით ახლა განათლებით ვერ მიდიხარ. უნდა ჩართო რომ იყო დალნი შუქები და ისულაცოთქვა. დან ჩართო და გაჯანებები შეიძლება შემდეგ მანქანებს. განათლება არ არის, გადასასვლელები არ არის, სვეტაფორები არ არის და რამე სულ ავარიები ხდება. მოსახლეობა იწვევს ყველაფერს და საჭირო ყველაფერი გაკეთდეს. რამდენი ხანია რაც ასე ხართ ამ სიბნელეში? და განათლება არასდროს არის ხო ამ პერიოდში ამ ქუჩაზე? აქეთ არ არის იქით დავითი რო არის რესტორანი, რესტორანი არის ყველაფერი. იმაში გახლა რომ აუგელა. უნდა დაიგოს ახალი ასფალტი უნდა დაიგოს და მოუგებს და ყველაფერი გაკეთდეს. მაგრამ ახლა მოუგება არის არა მოძები არის ყველაფერი დასაკეთებელია უბრალოდ სასარგებლო. ეს მსხოლიანი თუ აქვს ადამიანი გადადის შუქიც არა ვეხედავს და მისი პროცედურა ვარ. ყველა მსხოლები ვარ ვისაც ხედავთ და ხშირად ავტობანზე სასწავლია თუ სადმე აქ მაგისტრალზე ამ გზაზე ჩასაყარებულ უკვე მაგარია მებია. კაცმა ფიქრობ ჩავარდა რაღაცას იქეს ვეჭვენ. აგერ თუნდაც აგერ კოვითა აფაქტი. და რა ვიცი ვისაც ამბები. ავტობანზე იამა. ხო და ეს ახლა მაგარით ეხავს. ორგანიზაციაში მუშაობა ხალხი მოდის აქ. ხალხი, ანუ ყველა იძახის მაგას, რომ ანუ ხან ავტობანზე ჩავარდა, ხან მოსასვლელში ჩავარდა, ხან სანიაღური არხში ჩავარდა და რავი, ძალიან ბევრად გილა შუქნიშანიც უნდა იყოს და გადასასვლელიც უნდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი და ცხოვრობს და იქიდან ცხოვრობს. ისიგურად ახლა სამსახურიდან მოდის ადამიანი და სახლში მისვლა რომ უნდა დაეჩქარება, არ უნდა რეალობდეს მაგალითად 5 კილომეტრი წები. ხო. ანუ არა ყოფილი 5 კილომეტრი ხო უეჭველი და არ ღვევს ადამიანი. გაიხედა გამოვა არა პატრული შევიდა. ბავშვები მით უმეტეს სკოლიდან რომ ჩამოყავთ ხარ რაღაცა იქით ხალხო ხელით მოყავთ ან მიაკითხა ბავშვი მოიყვანა მარშრუტით მოვიდა. რა ხნას ახლა საიდან უნდა 5 კილომეტრს ბავშვი ფეხით ვერ მოატრია. ანუ სადმე ერთ ადგილას მაინც არის სვეტაფორი იყოს რომ შემოგა თუნდაც აგერა ხელში შევ. ყველასთვის საფრთხე ის სიბნელე მით უმეტეს. ამაში ახლა ისე ხილვადობა ისეც არა ანუ მანქანები მიდიხარ ახლა შენ და შუბლის იჩქარე და ვიღაცა წირო გადმოგიხდეს უკვე ან სკოლია დამნაშავე ან ქვეითი არავინ არ დამნაშავე აქ უნდა იყოს განათლება უნდა მოწესრიგდეს ქუჩები შუქნიშნები უნდა დაიგოს ბრაგადასვლელების რო იყოს ჩვეულებრივი ქალაქია უკვე ხო ვერ ხედავს საოცნების მთავრობა ამ ყველაფერს რატომ მაგას მე ვერ არის ვერ ხედავს რა ან ვერ იცის ვერ მოსწონს უფრო ვერ დავარ არ ხედავს რა ინტერესებს რა ვიცი